პოლიტიკოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პირველივე დღიდან ებრძოდა, თუმცა მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი საინტერესო კადრი არქივში, როდესაც ვამზადებდით შალვა ნათელაშვილის დღევანდელი სტუმრობისთვის ერთგვარ კოლაჟს, მაგრამ თავად ლეიბორისტების მხრიდან მოხდა მასალის შემოთავაზება და მე მგონი ერთად რომ გადავხედოთ ამ მასალას, ყველას გაგვახსენდება არც თუ ისე შორეული წარსული, მე შალვა ნათელაშვილის მივესალმები სტუდიაში და რამდენიმე წამში თქვენ გექნებათ სწორედ ამ არქივის მასალის ნახვის საშუალება. ბატონო შალვა, ძალიან დიდი ხანი არ გისაუბრიათ პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა რომ მობძანდით. გილოცავთ დღევანდელ დღეს, თქვენ და სრულიად საქართველოს დღეს ყოველთა წმინდანთა სცენების დღეა. ყველა თქვენი ანგელოზი ლოცულობთ ერთობლივად საქართველოსზე და ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანა ალბათ ამ ერთობლივ ლოცვით გადაწყდა. ძალიან დიდი მადლობა, გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი, მაშასე ვიდრე მე დაგისვათ პირველ შეკითხვას ცხელი და დაძაბული პოლიტიკური კვირის ბოლოს, მე მინდა შევთავაზო ჩვენს მაყურებელს სწორედ ამონარიდი ერთ-ერთი თქვენი სატელევიზიო გამოსვლიდან, უფრო სწორედ ვიტყვი, ეს იყო დებატები მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ეკახოფერიას ეთერში შედგა და როდესაც ჩვენ ვთხოვეთ რაღაც მასალები ლეიბორისტებს, მათ მოგვაწოდეს სწორედ ეს ჩანაწერი. დაწყებამდე თუ შეიძლება ორივე სიტყვით ამ მასალის ამოწევისათვის მოგახსენებთ უდიდეს მადლობას. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს აღნიშნული დებატი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სამარცხვინოდ წააგო და ისეთი გაიქცა სტუდიიდან, რომ ლიფტს აღარ დაელოდა, მე-17 სართულზე იყო რუსთავი 2 და მას შემდეგ მე მინდა მოგახსენოთ, რომ სააკაშვილი გარბის არა მარტო ჩემგან და დებატებში არ მიჯდება არასოდეს, არამედ საკუთარი ხალხისგან დაახლოებით თუ გავიხსენებთ ფრიდმანის თეორიას დიდი აფეთქების შესახებ, მოგეხსენება ფრიდმანმა დაასაბუთა, რომ სამყარო თავდაპირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალის შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გატყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, თავისი ხალხიდან და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, ბატონო მიხეილ, გავიხსენოთ ჩვენი ძველი დებატები, კიდევ ერთხელ დავждეთ სატელევიზიო დიალოგში, იქ დაცული ეთიკის ყველა ნორმა და თქვენ ამას კიდევ ერთხელ ნახავთ და მე დარწმუნებული ვარ თქვენ წააგებთ ამ დებატებს და მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დავტოვოთ პრეზიდენტის პოსტი მშვიდობიანად და ამით მაინც შეხვიდეთ ისტორიაში, რომ ხელისუფლების გამო თქვენ არ გადაიყოლეთ ქვეყანა რისი პერსპექტივებით სამწუხაროდ რეალურად გამოკვეთილი. კარგი, ჩვენ შევეცადეთ რომ მოკლე ვარიანტი რაღაც 2 წუთში ჩაგვეტია, ძალიან საინტერესო გამოსვლები, მაშასე ცნობილი კადრები, ეკახოფერიას ასევე ძალიან ცნობილი გადაცემიდან. ანტა ჯიშია მსხალს არასოდეს არ მოიგავს. ამიტომ ამბობ რომ შევარდნაძის სისტემაში გამოსდილი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები იქნებიან პატარა შევარდნაძეები ყოველთვის. მართვის სტილი იქნება, როცა ესენი მოვლენ ხელისუფლებაში და თუ მოვლენ რომ ერთმან უკნას, იგივე შევარდნაძის სტილი. გთხოვთ მომცეთ, ეხლა 5 წუთი რომ განმარტოთ შეიძლება. ასე ეხლა რო ჩამოთვალო მე, თქვენი ოქროშვილი მილიონერია, EIS-თან კონტრაქტი რო გააფორმა, აიღო 300,000 იმ კონტრაქტზე, რომელსაც ეხლა ვანგრევ. ბატონო, მოდით. და ქვეყანა რო გაიყიდა ფაქტობრივად. და აღარ მინდა ეხლა ბექაურზე ვთქვა, რომელიც ფლობს ლილო აეროპორტის სამარშრუტო ხაზებზე. აღარ მინდა ეხლა ყობაზე ვთქვა, რომელიც აგერ აქ არის, რომელმაც 300,000 ლარი წინა ქალაქის საკრებულოდან წამოიღო ქალაქის ადვოკატის ინსტიტუტისათვის და ამ დროს ქალაქის ადვოკატი უფასოდ არავის არ ღირსებია. ხალხი ჩემი პარტიიდან წავიდა, გავრიცხე იმის გამო, რომ იყვნენ წინააღმდეგი, შენ ყოფილიყავი საკრებულოს თავმჯდომარე. მე შენ შემოგწირე ეს ხალხი. შენ კიდე აიღე, ფარველობის კალთა გადააფარე, პარტიაში მიიღე, მაღალ თანამდებობებზე დააწინაურე და პრესკონფერენციებს უწყობ და ჩემ ოჯახს ალანძღებ შალვა დღეს ჩემი ამომრჩევლებისთვის, ყოველი თბილისელებისთვის, დღევანდელი დღინა სატელეფონო გადასახადი იმატებს ორჯერ. და ამას უმატებს ის ფირმა, რომელიც არის ფლობელობაში შენი პარტიის მოადგილის, მეორე კაცის და ლიდერის ლეიბორისტული პარტიის ფრიდონ ინჯიას. მოდით, ნუ დავიდე ის იყო თქვენი მინისტრი. აი ეს არ არის დემაგოგია. მეუბნებით დღეს რატო გაგვიძვენეთ? ვერ დამიდგება მიშა გვერდით, იმიტომ რომ მიშა იმდენად არის დავალებული ამერიკის ზოგიერთ ინსტიტუტთან, სოროსთან, ისა აქვე ევრაზიის ფონდთან, ებერტის ფონდთან, ვესტმინსტერის ფონდთან, ქონდათ მათ საქმიანი ფინანსური ურთიერთობები, რომ მიშას გული და სულით რო უნდოდეს ამის გაკეთება ვერ იზავს. ერთი ოპოზიცია, რომელიც უპირისპირდება მეორეს, ეს არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი უნარო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ თვითონ მოიგოს არჩევნები. ბატონო შალვა, შეუსწავლია ჩვენი პროგრამის ზედმიწევის კარ. აი ლაპარაკეთ ხოლმე, ჩვენი პროგრამა იყო. აგერ ბატონო, ხელშეკრულება თბილისთან გაჩუქებთ ერთ ეგზემპლარს. იმიტომ რომ ჩვენი პროგრამიდან გადმოწერეთ და დაარიგეთ ხელშეკრულება.
მაშას ეს იყო ძალიან ცნობილი კადრები იმ დროს მიხეილ სააკაშვილიც და შალვა ნათელაშვილიც იყავით, ორივენი იყავით ოპოზიციის ლიდერები. ბატონო შალვა, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მინდა მოვისმინოთ თქვენგან პირველ რიგში იმ კვირის შეფასება, რომელიც ეხლა დასრულდა. უმძიმესი პოლიტიკური კვირა, დაპირისპირებები, დაპატიმრებებით, შეხლა შემოხლი და ასე შემდეგ. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო განვითარდა ამ დღეებში? მე მინდა თქვენ შემოგწიროთ ინგა უდიდესი მადლობა იმ რისკისთვის, რაც აი ამ წამს გასწიეთ და აღნიშნული კადრები აჩვენეთ. რატო, რამე განსაკუთრებული რისკია ამის ჩვენი? ვთვლით, რომ განსაკუთრებული რისკია, შეიძლება გადაცემა დაგიხურონ ამის გამო, რადგან ამ წლების კარგის გეყობათ. ეხლა გეყობათ. რადგან ამ გაფრთხილებთ უკვე მესამე ხდება. უკვე ვიღებ პასუხისგებლობას ჩვენ თავზე ვიღებ, მე უკვე ეს თუ რაღაცა მოხდა ამის შემდეგ და ეხლა უკვე შევშფოთდები. პირდები სააკაშვილს რომ ნამდვილად გამოვიდა რეზიდენციიდან ამ გადაცემას რამე რო დაემართოს. საკუთარი ხელით ამჯერად. კარგით. და არც ერთმა ტელევიზიამ ამ წლების განმავლობაში ეს დებატი არ აჩვენა. რატომ? განმეორებით აღარ აჩვენეს, იმიტომ რომ წამგებიანი იყო ახლა აქ პირში ვეუბნებით მიხეილ სააკაშვილის იმ სათქმელს, რასაც შემდგომში მას უფრო მწვავედ და უფრო რიხიანად ეუბნებიან საკუთარი თანამებრძოლები, მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი, მეორე პირი, მესამე პირი, ანუ ისინი ხო ხედავდნენ შიგნით რა ხდებოდა აი ამ სამეფო კარზე, მის ყოფილ თანაგუნდელებზე, ვის დღეს ოფიციალს და მოქმედზეც. ახლა მოქმედი თანაგუნდელი ამან ვინმე რო გააგდოს, როდესაც პოლიტიკური ძალა, გუნდი, მთავრობა თუ პარტია იდეური თანამოაზრეობის პრინციპით არ არის შეყრილი და შეკრებილი, იქ აუცილებლად არის ჩასაფრების პოლიტიკა და ნადავლის გაყოფის სტრატეგია წამყვანი. თუ ნადავლის გაყოფის პროცესში რაიმე ტორტის ან ტკბილი ნაჭერი დააკლდა რომელიმეს, ან არ დაუკმაყოფილეს ინტერესი, ან მისი კაცი არ დანიშნავს გუბერნატორად თუ მინისტრად თუ ელჩად თუ მოტეხეს მილიონიანი უცხოური კრედიტებიდან და გრანტებიდან, რომელიც დღემდე შემოდის და ეს რომ მოხმარებოდა პატარა ნაწილი სრულიად საქართველოს დღეს ჩვენ სხვანაირად ვიცხოვრობდით, აი თუ ვინმეს რამე დააკლდა, დღეს იქ დარჩენილ გუნდში. მე არ ვამბობ წამოსულებზე, ბოდის მოგიხდით, მე მათ არ ვგმობ, ვთვლი რომ მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებიანთ ეს, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან დიდი პრეტენზიები ხელისუფლებაში ლიდერად მეორედ მობრუნებაზე. რატომ? იმიტომ რომ ერთხელ ოდესაც იყვნენ ლიდერები და ლიდერის მოადგილეები, ქვეყანა მივიდა აი ამ დონეზე და მათ უნდა აგონ პასუხი იმ გაგებით, რომ უნდა ებრძოლონ რეჟიმს, დახარჯონ რესურსები სულიერი მატერიალური ბოლომდე, იდგნენ ხალხის გვერდით და ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ ლიდერობაზე პრეტენზიები მათ აღარ უნდა ჰქონდეთ წმინდა მორალური კრიტერიუმებით, რადგანაც ინგა თუ ექიმად დაუშვა შეცდომა, ამას როგორც წესი მოსდევს ავადმყოფის სიკვდილი. პოლიტიკოსის მიერ დაშვებულ შეცდომას მოსდევს ქვეყნის სიკვდილი, დაშლა, განადგურება, დანგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, საყოველთაო შიმშილი, სიღატაკე, უიმედობა. ამიტომ ექიმის და პოლიტიკოსის მიერ დაშვებული შეცდომები სრულ ყოფილ რეაბილიტაციას და ამინისტიას არ ექვემდებარება. კი, ბატონო შალვა, მაგრამ ეს ადამიანები ამბობენ, იგივე ქალბატონი ნინო ბურჯანიძე, რომელიც ჩვენ შემდეგ იქნება ჩვენი სტუმარი, იგივე სხვა, ვთქვათ, ირაკლი ალასანიასგან მოვისმინეთ ასეთი განცხადება, ზურაბ ნოღაიდელისგან, რომ მათ გადაწყვიტეს პოლიტიკაში, როგორც ოპოზიცია წასულიყვნენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა აგვისტოს ომი. ანუ როცა თქვენ ამბობთ, რომ ვიღაცას არ აქვს იმისი უფლება, რომ კონდეს პრეტენზია ლიდერობაზე, თუ კი მანამდე არ იყო მომხდარი ეს ომი, ამ ადამიანებმა მათი განცხადებების მიხედვით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, როგორც თავადამყოფი. მე არ მინდა რომ დღევანდელი თქვენი ასეთი რეიტინგული გადაცემა, რომელსაც მოუთმენლად ელოდება საქართველოს და გარესამყარო, ხას უსვავ ახლა მთელი კანადიდან ახალ ზელანდიამდე ტელევიზიასთანაა მიმჯდარი სრულიად საქართველოს. გადავაქციო შიდა ოპოზიციური გარჩევების არენად, ეს არ არის დროული, არ იქნება სწორი. კი ბატონო, მაგრამ თქვენ მაინც მოგიწევთ პასუხის გაცემა, ჩემს თუნდაც იცით რა კითხვაზე? რატომ არ მისცეს შალვა ნათელაშვილს სიტყვა? იგივე 26 მაისს მე სხვა ჩვენს ეხაც გავიმეორებ პირდაპირ ეთერში ვთქვი, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის იყო ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამდენი ხნის პოლიტიკური ლიდერია, ისე გაუშვეს იმ სტადიონიდან ტაშით, როცა შეეგება მას ხალხი ამის შემდეგ, რომ მას არ მისცეს სიტყვა. რატომ? ინგა დავიწყოთ იქიდან, რომ 26 მაისი შეიძლება ადამიანი დაიბადოს 10 ჯერ ან 100 ჯერ და ნახოს მხოლოდ ერთხელ. ის 26 მაისი, რომელიც სტადიონზე იდგა. იქ იდგა გაზაფხული, იქ ესვენა საქართველოს ცხელი გული, როგორც პოეტი ამბობს, სვეტიცხოვლიდან გადმოტანილი სტადიონზე გადმოვიდა იმ წუთში. იქ იყო გულების და სულების ერთიანობა და იქ უსიტყვოდ უგებდით ჩვენ და ხალხი ერთმანეთს. იქ სიტყვით გამოსვლა არ იყო სტრატეგიული და გარდაუვალი აუცილებლობა, თქვენ ალბათ ნახეთ ჩემი და ჩემი პარტიის ლიდერების, აქტივისტების და ხალხის შეხვედრა. ეს იყო, მე ერთხელ ვთქვი კიდევაც და ვიმეორებ, ჩემი პირადი უკვდავება იყო ეს ჩემი პირადი.
თვლი რომ ცხოვრებაში მეტი მიღწევა, ამაზე დიდი არაფერი აღარ მექნება. ეს იყო ჩემი მეორე დაბადების დღე. პირადად ჩემთვის. ამიტომ სიტყვის არ მოცემამ ნამდვილად არ დამიტოვა რაღაცა რევანშის და ნაწყენობის გრძნობა ჩემი კოლეგა ოპოზიციონერობისადმი. თქვენ კარგად ნახეთ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ არ თქვენ კარგად ნახეთ, რომ ისევ მონაწილეობთ ჩვენ რა თქმა უნდა ხალხთან ვართ აქციები, მიტინგები თუ რაც არის ყველაფერი. თუმცა ხაზს უსვამთ ყოველთვის, რომ თქვენ არ ხართ ამ აქციების ორგანიზატორი. საორგანიზაციო კომიტეტში ჩვენ დღემდე ამას აცხადებთ. ბატონო შალვა, როგორ აფასებთ იმ რაუნდს ბრძოლისას, რომელსაც ერქვა საგაზაფხულო რაუნდი? რა თქმა უნდა, მე მოგახსენებთ, არასასიამოვნო იყო ის, რომ ჩვენ არ მოგვეცა, მე არ მომეცა საშუალება იმავე წუთს სტადიონიდან მოვფერებოდი ჩემს ხალხს, ჩემს და ხორცს და მქონდა ამისათვის შესაფერისი სიტყვაც გამზადებული, რომელიც პირზე ასე ვთქვათ შემაშრა. არ აუშავს ეგ არაფერი, მე საღამოს გამოვედი სხვა ტელევიზია და ახლა თქვენთან მომეცა საშუალება. კიდევ ერთხელ მინდა თვითეულ თქვენგანს ჩემო ძვირფასებო, ვინც სტადიონზე მობრძანდით 26-ში და ვინც უკვე რამდენიმე თვეა აი ასე უანგაროდ დაბრძანდებით აქციებზე, მიტინგებზე, დემონსტრაციებზე, აი ამ რეპრესიული ანტიხალხური სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ყველას დიდი მადლობა გითხრათ. თქვენ ხართ შეუცვლელი ადამიანები არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთო საკაცობრიო კულტურისათვის, რადგანაც